როგორ მივაწოდოთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს გადამოწმებული ინფორმაცია და რა ეტაპების გავლა საჭირო გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ კომუნიკაციის სტრატეგიაზე საკუთარი გამოცდილება შეხვედრის მონაწილეებს ქართული მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ჩიფჩიურმა გაუზიარა. ახალგაზრდებს ძირითადად ფიქრობ, რომ ესაჭიროება ტრანსპორტი, სივრცეები ადგილზე. ჯგუფებში მუშაობისას ახალგაზრდებმა საკუთარ თემში არსებული გამოწვევები გამოკვეთეს და მათი გადაჭრისთვის გზებიც გაწერეს. ჩვენ ვიმუშავეთ დოკუმენტის შექმნაზე, ერთად ჩამოწერთ ის გამოწვევები და მათი მოგვარების გზები, რომელიც დაეხმარება როგორც მედიას, ამავდროულად დაეხმარება ახალგაზრდებს. ძირითადი გამოწვევები არის უნდობლობა მედიის მიმართ, ამავდროულად ნიჰილიზმი, რომელიც ასე გამოიხატება საზოგადოებაში და შემდგომ რა განაპირობებს ნიჰილიზმს, მაგალითად პროფესიული კადრების არარსებობა, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება, თუ რა პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს დღევანდელ რეალობაში, უფრო მეტად ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებზე და ძირითადი რეგიონი, რომელიც მოვიცავით, ეს იყო ქვემო და შიდა ქართლი. ჩვენ დგავართ ფაქტის წინაშე, რომ სამწუხაროდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს უფრო ნაკლები შეხება აქვთ იმ რეალობასთან, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, უფრო ნაკლები შეხება აქვთ სოციალურ პლატფორმებთან, ყველა ტელევიზიასთან, იმიტომ რომ არის სოფლები, სადაც არ აქვს საშუალება, რომ ყველა არხი ჩართონ, ყველა არხს უყურონ, ინფორმაციები გადაამოწმოს. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად რატომ არის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა მნიშვნელოვანი. ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდების საჭიროებებზე, რა საჭიროებები აქვს ახალგაზრდებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და საინტერესო იყო ასევე მედიის გამოწვევებზე საუბარი, ან მედიაც რა სახის პრობლემები ექნება და როგორ შეიძლება მათი გადაჭრის გზებზე, ასე ვთქვათ, ფიქრი. დოკუმენტზე მუშაობისას მთავარი აქცენტი ინფორმაციის ნაკლებობაზე გაკეთდა პროექტის მონაწილეთა აზრით გამოწვევები თითქმის ყველგან დაბალი ცნობიერებიდან მომდინარეობს. ამიტომ ქალაქიდან მოშორებულ დასახლებებში უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ რეკომენდაციად მედია წიგნიერების განვითარება დასახელდა. განსაკუთრებით ხდება რუსული პროპაგანდა, რომელიც მიზანიც არის რაღაც გარკვეულწილად რომანტიზება ამ რუსული გარემოსი და რუსული, ასე ვთქვათ, წარსულის და ასევე ქვემო ქართლში, სადაც განსაკუთრებით ყავს ეთნიკური უმცირესობები, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში არ იციან ქართული ენა და ხშირად მათთვის, ასე ვთქვათ, ერთადერთ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენენ ხოლმე სწორედ ეს რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებები, ხშირად ისინი სწორედ ხდებიან ხოლმე, ასე ვთქვათ, მსხვერპლი აი ამ პროპაგანდის და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ორი რეგიონი სამიზნედ, რომ ამ რეგიონებზე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ყურადღება გაგვემახვილებინა და აქ ამ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ის უნარები, რაც მათ დაეხმარებათ მომავალში ამ პროპაგანდის წინააღმდეგ. ვორქშოპზე პროექტის მონაწილეებმა ვილნიუსში მიღებული გამოცდილებაც განიხილეს. პროექტი ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა ამ აქტივობებით დასრულდა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.